Ყველა პოლიციის თანამშრომლებს ნუ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებას, ნუ დაემორჩილებით დანაშაულებრივ ბრძანებებს. სააკაშვილი წავა, თქვენ დარჩებით ამ ქვეყანაში და თვალს ვერ გაუსწორებთ ერთ-ერთი თქვენ ბიძაშვილებს, თქვენს ნათესავებს, თქვენს თანამემამულეებს ამ ქვეყანაში უნდა იცხოვროთ ბიჭებო. რუსეთის ჯარმა რაც გააკეთა იმას რატო იმეორებთ? შვილები ხო გყავთ? ხო შეგეკითხებიან? თქვენი შვილები ნახავენ ამ ვიდეოებს, ამ ფოტოებს და ამოგიცნობენ. ხელფასების გულისთვის ქართველებს წინათ, იმიტომ რომ თქვენ არც მართლმადიდებლები ხართ, არც ქრისტიანები ხართ, თქვენ არა ადამიანები ხართ, თქვენ სატანიზმის მსახურები ხართ, იმიტომ გეხართ აქ თორე თქვენ რო ხალხი იყო გუშინდელი დღის რო თქვენ გწყანდეთ, აქ ჩვენს გვერდით იქნებოდით. Çanta
ჟურნალისტი ვარ და არ შემოვიდოდი. პარლამენტარის მანდატიც ისე უნდა გამოიყენო როგორც წესი. შემრცხვებოდა თქვენ ადგილზე რა. თქვენ ასულით უკანონო ბრძანებთ. კანონი არ უნდა და არ უნდა. ანუ რომელ კანონს კონდაბარები თქვენ რომეს? დაღარა ხალხი? ობიექტზე არავის არ უშუქს, ხო? არა, სანამ მონიტორინგს ვინ ახორციელებს? თქვენი გენერალური ინსპექცია? შეგიძლიათ მიმართოთ. იქნებ უფლებამოსილებას ამეტებს რომელიმე თქვენი პოლიციელი. არა, უცხოელი. ვინ დააწარმოოს მონიტორინგი თქვენზე? აი თქვენი უფლებამოსილების კანონიერებაზე ვინ ახორციელებს მონიტორინგს? თქვენივე გენერალური ინსპექცია? ეს შესაბამისი სტრუქტურა არის საქართველოს. ასე ნადირობენ ადამიანებს და შეყავთ მერე შიგნით. მე რას ვაპირებ, მაგი მე ვიცი. ერთად გადავწყვიტავ მაგას ჩვენ. რაც ვეტერანებს ვერ დაიმასკნეს, აი ეგ აღუსრულებს დანარჩენდები. როგორ შეიძლება, ხალხო, როგორ შეიძლება? თქვენოდეთ. აი მას უარ აშუქებთ, აი თქვენ ყოველდღიურად. რაც აი მახსოვრებო. რა ხდება ხალხო, ქართველები არა ხართ მეთქი? რა ხდება? იმის ღირსი არ გავხადეს, რომ კოდორიდან წამოსულ ადამიანს $10,000 აიღო. ევაჭრებიან ტოლთა სამინისტროში $3,000 ვინც დატოვებდა, იმას მისცემდნენ კომპენსაცია. კიდე არ დარჩა არავინ მერაბიშვილთან.